ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ არ ვწყვეთ პროტესტს მოვდივართ არ გვაშინებს წვიმა არ გვაშინებს უამინდობა იმიტომ რომ ჩვენ გვაშინებს ის პოლიტიკური უამინდობა და ის პოლიტიკური ძიმე გარემო რაც ქვეყანაში არსებობს ჩვენ არ გვეშინია არაფრის გარდა იმისა რომ გვეშინია არ დავკარგოთ ეს ქვეყანა რა უთხრათ იმ ადამიანებს რომლებმაც თავი შეესწირეს ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ძალიან დიდ საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ხო? ვიღაცები განსხვავებულად აფასებენ ამ მოვლენებს, მაგრამ ძალიან ცალსახა ერთი რამ რომ, როდესაც ქუჩაში გამოდის ათობით, 1000 შენი ქვეყნის მოქალაქე და შენ გგონია შენი თავი მინიმუმ რომ ამ ქვეყნის ხელისუფალი ხარ, კეთილი უნდა ინებოდა და ელაპარაკო უნდა ამ ხალხს. და იმიტომ კი არა რომ ჩვენ ძალიან გვაინტერესებს არალეგიტიმური პრემიერის აზრი, არალეგიტიმური მთავრობის აზრი. არა, უბრალოდ იმიტომ რომ მათ გონიათ რომ ამ ქვეყნის ხელისუფალნი არიან და უნდა ეყოთ სიმამაცე და უნდა იზრუნონ იმისთვის რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დავწლიოთ. აუცილებლად დაიძლევა ეს პოლიტიკური კრიზისი ადრე თუ გვიან ძალიან მარტივი მიზეზის გამო უბრალოდ ისტორიულად ბუნებრივი კანონზომიერებაა რომ არ შეიძლება ქართველი ხალხის და ზოგადად ადამიანების პროტესტმა არ მოიტანოს შედეგი. მე ვესწრებოდი იმ ადამიანების სასამართლო პროცესებს, რომლებიც პირველ დღეს აქ დააკავეს და ვაკვირდებოდი ამ ადამიანების დაკავების პროცესს. აქ ცალსახად ვიცი ჩემი თვალით რაც ვნახე და ვინმეს მოყოლის რო არ ვენდო. სადაიკავეს ერთ-ერთი დემონსტრანტი. დავესწარი მის სასამართლო პროცესს, იქ პოლიციელი გამოვიდა და მოწმის სახით ჩვენება მისცა, რომ ეს ადამიანი არა მთავრობის სახლთან, არამედ რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. ესა ტყუილი და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ცრუ მოწმეებს აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი იმაზე, რომ ისინი იტყუებოდნენ და ამ ტყუილებით ხელს უწყობდნენ ამ სისხლიანი რეჟიმის კიდევ უფრო დიდხანს ხელისუფლებაში დარჩენას. ესაა ჩვენი აზრი. ჩვენ არ მოგწონს რაც ხდება ქვეყანაში და არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც თავი წარმოუდგენელი ქრისტიანად და კუბოებს იცავს, გამოვიდეს და არ თქვას რომ ადამიანები რომლებიც ძირს დაგდებულები იყვნენ და იქ ტიტუშკები თავში უტყამდნენ ეს არ დაგმონ რა რაღაცები არის რასაც ჩვენ თვალზე უნდა გაუსწოროთ ხო ვიძახით რომ არ შეიძლება ცალმხრივად უყურებდეთ ამ ძალადობას ხო აი გამოვიდა რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და თქვა რომ თქვენო ცალმხრივად უყურებდო ძალადობასო და მას ხელში ეჭირა მხოლოდ და მხოლოდ დაზიანებული პოლიციელების სურათები თუ ჩვენ მორალს გვიკითხავს და გვეუბნება რომ ცალმხრივად არ ნუუყურებთ პროცესებსო მას რატო არ ეჭირა ხელში ათეული ადამიანის დემონსტრანტის დაზიანებული სახეების ფოტოები ხო ამიტომ მორალს როცა გვიკითხავენ ესენი ჯერ სარკესთან დადგენ და მორალი წაუკითხონ თავიანთ თავებს ქართველ ხალხს უბრალოდ არ სჭირდება მორალის კითხვა ამ ვიღაც ვერ მორგებული როლების პატრონ ადამიანებს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქრისტიანობა ჩვენ ძალიან კარგად გვესმის პატრიოტიზმი ჩვენ უბრალოდ ეს გენეტიკურად თან დავყვა რომ ჰუმანურები ვიყოთ ის ევროპული ღირებულებები რაც ევროპაში არსებობს ჩვენში ეს ბუნებრივად არის და აქედან გამომდინარე გვინდა სწორედ ევროპა და ვიღაცები რომ გამოდიან და გვასწავლიან ჩვენ აქ შეკრებილ დემონსტრანტებს თბილისში, ქუთაისში, სხვადასხვა ქალაქებში შეკრებილ დემონსტრანტებს თუ რა არის ევროპა, რა არის საქართველო და რა არის ქრისტიანობა ჯერ საკუთარ თავებთან დაასხდნენ, გავიმეორებ, დადნენ სარკეებთან და თავიანთ თავებს წაუკითხონ ლექციები მორალშიც, ქრისტიანობაშიც და ქართველობაშიც